ცენტრ აფხაზეთის პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ ხიდისთავში სასუქებისა და პესტიციდების თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია მოეწყო. შეხვედრას ცენტრის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მოსწავლეები საკონფერენციო თემაზე ერთ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ თემების შერჩევასა და ამ მიმართულებით ინფორმაციის მოძიებაში პედაგოგები და ცენტრ აფხაზეთის წარმომადგენლები დაეხმარნენ. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე გამოწვევებს და საჭიროებებს პასუხობდა. ცენტრ აფხაზეთის მიერ პროექტი ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის პარტნიორობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ამ პროექტზე მუშაობას, რა თქმა უნდა, შრომატევადი იყო. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიძიებდით ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი პროექტები, რადგან სამომავლოდ ალბათ გამომადგება. მუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე, მოგახსენეთ, რომ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ყავდა მოსწავლეები, სადაც უშუალოდ დაინახეს და ჩაერთვნენ იმ ექსპერიმენტებში, რომლებსაც სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ახორციელებს, ეს კერძოდ წყლის გამოკვლევა, ნიადაგის გამოკვლევა, სხვადასხვა პროდუქტის გამოკვლევა, მონახეს მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, სადაც დაინახეს ის ლაბორატორიები, სადაც ცოობს, ჯილეხს და ასე შემდეგ იკვლევდნენ და ამან ძალიან დიდი ინტერესი გაზარდა ამ კლუბის მუშაობის მიმართ. პედაგოგების მიერ შემოთავაზებული თემებიდან არჩეული იყო პესტიციდები და სასუქები. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო ნაშრომები აი ამ თემებზე.